ესაც შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%. მაგრამ ეს მოხდა, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, თქვენი პარტიის დამსახურებით, თქვენმა პარტიამ დაიწყო ომი, რომლის შემდეგაც, არა, მე ახლა გესაუბრებით 20%-ის ოკუპაციაზე, როდესაც მათ შორის მე ამას მოყვა ეგრეთ წოდებული აღიარება. არა. როცა ნაციონალური მოძრაობა არ იყო სხვათა შორის ხელისუფლება. ომი დაიწყო 2008 წელს, ამას მოყვა შედეგად საბოლოოდ ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ოპოზიციის ომზე არ გესაუბრებით. რატო არ მისაუბრებით? სოციალიზაციის წიაღ მისამემორიალთან ხარ. მე ჩვენ ხო თავხდებით როგორ დაიწყო. ჩვენ ხო ვიცით როგორ დაიწყო ოპოზიციის ომი. მე თქვენ გეუბნებით ერთ რამეს. როგორ დაიწყო? რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და სააკაშვილის ღალატი ვერავითარი შეღავათი ვერ არის რუსეთისთვის. ისევე როგორც რუსული ოკუპაცია ვერავითარი შეღავათი ვერ არის დამაცადეთ არ მოგწონთ პასუხი, მაგრამ გეტყვით ერთ რამეს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ სააკაშვილის ღალატი ვერავითარი შეღავათი ვერ არის რუსული ოკუპაციისთვის და პირიქით რუსული ოკუპაცია ვერავითარი შეღავათი ვერ არის თქვენი პარტიის ღალატისთვის. სოხუმის დაცემის დროს. ხელისუფლებაში იყო სააკაშვილი. გესაუბრებოდით ოკუპაციას. გესაუბრებოდით ოკუპაციას. სოხუმის დაცემით, ხო? რა შეეხება მე ჩვენ იმაზე ხო არ ვსაუბრობთ, რომ რუსეთი მიერ ოკუპირებული არის თუ არ არის ჩვენი ტერიტორიების 20%. არა, როგორ გეგადრებათ. მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ყველა ეროვნულ საკითხზე, მათ შორის საქართველოს ტერიტორიების, საქართველოს ახლა სერიოზულად მოიქეცეთ. სააკაშვილი თქვით წეღან, სერიოზულად, ბატონო? ახლა სააკაშვილი. სერიოზულად მოიქეცეთ რა, ახლა არ არის სპეკულაცია. არა სერიოზულად გამოიყურებით და როცა დასერიოზულდებით მე გებასწრებთ. დასერიოზულდებით მე გებასწრებთ. ნაციონალური მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით. დასერიოზულდით, წესიერად მოიქეცით და მე გებასწრებთ. როდის აპირებთ ნაციონალური მოძრაობის